მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია ღამე მუზეუმში მოეწყო. დამთვალიერებლებისთვის სრულიად უფასოდ მუზეუმები ღამის პირველ საათამდე ღია იყო. ვიზიტორები თავად გახდნენ იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებებს თბილისისა და რეგიონების მუზეუმებში უამრავი ადამიანი დაესწრო. ძალიან მიხარია, რომ სწორედ ოჯახებით მოვიდნენ, ბავშვებით მოვიდნენ, სულ პატარა ბავშვები დადიან და ათვალიერებენ ექსპოზიციებს, იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში. პრაქტიკა ევროპული გვიჩვენებს, სულაც არ ყოფილა აუცილებელი, რომ ეს იყოს წელიწადში ერთხელ. ამიტომ ჩვენც ამაზე ვიფიქრებთ, რომ ეს იყოს წელიწადში არაერთხელ. არის ცოცხალი შესრულებები, არის გაცოცხლებული მხატვრული ნაწარმოებები, ნახატები ფერწერული, არის ძალიან სასიამოვნო მუსიკალური გაფორმება. ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, სადაც მუზეუმებში არის რიგები, თუნდაც ღამის 10 საათზე, თუნდაც ღამის 11 საათზე. ეს არის დიდი გამარჯვება ქართული კულტურის. კარგი გამოფენა იყო, კლიპით ძალიან არაჩვეულებრივი, ძალიან საინტერესოა და მე მგონი ბავშვებისთვის ძალიან სასიამოვნო საყურებლადაც და აუცილებელიც არის.